გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ატმის ვაშლატამისა და ვაშლის მწარმოებელ ფერმერებს, ასევე ექსპორტიორებს შეხვდა. ყურადღება გამახვილდა პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესების, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვისა და მოსავლიანობის ზრდის აუცილებლობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბაზრების დივერსიფიკაციის მნიშვნელობას და ახალი საექსპორტო მიმართულებების ათვისების საჭიროებას. მინისტრის ინიციატივით სამინისტროში დარგობრივი საბჭო შეიქმნება. სამინისტროში იგეგმება ჩამოყალიბდეს დარგობრივი საბჭოები, რომელიც იქნება მინისტრთან არსებული, სისტემატურად ყოველთვიურად მოხდება კურატორი მინისტრის მოადგილეების მიერ შეხვედრები და ეს მოგცევს შესაძლებლობას, რომ თანმიმდევრულად დავიგეგმოთ თითოეულ დარგში ყველა ის რეფორმა იქნება თუ ყველა ის გამოწვევა, რომელიც არსებობს და შესაბამისი გადაწყვეტილებები და სწორი რეაგირებები გავაკეთოთ დროულად და თადარიგი გქონდეს დროულად დაჭერილი. ამ კონკრეტულ მიმართულებით და ამ კონკრეტულ შეხვედრაზე მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ვაშლი, ასევე ატამი არის საექსპორტო პროდუქტი ჩვენი ქვეყნისთვის, ზუსტად ამიტომ მნიშვნელოვანი არის, რომ იყოს შესაბამისი მხარდაჭერა საექსპორტო პროდუქტებთან მიმართებით. მოგეხსენებათ, რომ ორივე შემთხვევაში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ გათვალისწინებული იქნება ახალ პროგრამებში, რომელიც აპრილიდან გაეშვება უკვე. საკმაოდ დიდი გამოწვევები აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობას, ჩვენ ტრადიციულ ბაზრებზე, საკმაოდ მაღალია კონკურენცია. ამის გამო ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, რომ გავზადოთ ხარისხი, ასევე შეფუთვა, სორტირება, გარეცხვა, გავაკეთოთ ბრენდირება, Made in Georgia დავარეგისტრიროთ ყველა ქვეყანაში და ეს მარკირება იყოს გქონდეს მხოლოდ ღირსეულ პროდუქციას, რომელსაც შეიძლება ქართული ერქვას, რაც ჩვენი აზრით საკმაოდ გაზრდის კონკურენტუნარიანობასაც და ფასსაც ქართული პროდუქციის. ჩვენი გამოწვევა იქნება ის, რომ რა თქმა უნდა ახალი ჯიშები გაშენდეს, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ ბაზარზე, ექსპორტზე, იმ მეზობელ ქვეყნებთან, რომელიც ჩვენი ადგილი დავიკავოთ, ჩვენი ნიშანი რუსეთის ბაზარი იქნება თუ ევროპის თუ აზიის ბაზრები. რა თქმა უნდა ხარისზე უნდა ვიყოთ პირველ რიგში ორიენტირებული. და სწორი მოვლა, სწორი განვითარება, რა თქმა უნდა შეფუთვები, სტანდარტები იმაში, რომელიც უნდა პროდუქცია უნდა გაირეცხოს, უნდა დაფასოვდეს, უნდა მარკირება უნდა მიეცეს და რა თქმა უნდა ჩვენი პროდუქციის ფასიც იქნება ყოველთვის მაღალი. შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ როგორც მინისტრმა განაცხადა, სამინისტროს ინიციატივა აქვს, ეთყობა მისი პირადი ინიციატივაა, რომ დარგის თანამშრომლებს ყოველთვიურ რეჟიმში შეხვდეს სამინისტროს ხელმძღვანელი პირებისგან შექმნილი ჯგუფი და კვარტალში ერთხელ თვითონ მინისტრის დაესწროს ამ შეხვედრებს, იმისთვის რომ უკავშირის მეშვეობით, რომელსაც სამინისტრო დარგის წარმომადგენლებთან საუბრისას მიიღებს, გაცილებით ადვილია პრობლემების წარმოჩენაც, მართვაც და მათ თავიდან აშორებას, ვიდრე უკვე განვითარებული და ჩამოყალიბებული ძიმე გართულებული პრობლემის მოგვარება.